მოგესალმებით. გუშინ 20 მარტს შედგა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ჩვენი საკანონმდებლო წინადადებების გარკვეული ჩამონათვალი. ესე იგი, სხვა საკითხებთან ერთად მთლიანად კომიტეტს 9 საკითხი ჰქონდა განსახილველი და აქედან 5 იყო ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სხვადასხვა დროს გვაქვს წარდგენილი პარლამენტში. და ისიც რომ ესე იგი პარლამენტი ვალდებულია განიხილოს თითოეული საკანონმდებლო წინადადება ცალ-ცალკე რამე თუ შესაბამისი დრო დაუთმოს, აი ამასაც თუ არ გავითვალისწინებთ, ის რომ 5-ვე საკითხი ერთობლივად ჩაინიშნა განსახილველად, ეს უკვე მიანიშნებდა იმაზე, თუ რა პოზიციის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამ საკითხებთან მიმართებაში. მაგრამ ესე იგი ჩვენ მოლოდისაც კი გადააჭარბა იმ ფაქტმა, რაც მოხდა გუშინ საპარლამენტო კომიტეტის განხილვაზე. კერძოდ, ესე იგი ჩვენი ერთ-ერთი საკითხი, მე სხვა საკითხებზე ახლა არ შევჩერდები, თუმცა კომპლექსია ეს განსახილველი ეს საკითხები, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე იგი ერთ-ერთ საკითხზე გავაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მოგხსენებათ თქვენ რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული სახელმწიფო ძალა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, განწყობილი იყო იმით და არის განწყობილი იმით, რომ თანხმდებით, რომ სააკაშვილის რეჟიმი მთელი 9 წლიანი მანძილზე ეს იყო სისტემური დანაშაულის შემქმნელი რეჟიმი, რომელიც მთლიანობაში ყველა სტრუქტურაში და ყველა ასე ვთქვათ მიმართულებით სწორედ აი ამ ნიშნებით ხასიათებოდა, რასაც სისტემური დანაშაულის მქონე რეჟიმი ქვია. და აი ამასთან მიმართებაში ჩვენი საკანონმდებლო წინადადება კიდევ მოდით იმ 5-დან ერთ-ერთი გახლდათ ის, რომ ვთხოვდით საკანონმდებლო ორგანოს მიეღო გადაწყვეტილება, აი მე ფორმულირებას მოგახსენებთ ჩვენი აი ამ საკანონმდებლო წინადადების. ესე იგი, საქართველოში 2012 წლებში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შეფასება. ანუ ჩვენ ვთხოვდით პარლამენტს, არც მეტი, არც ნაკლები გაეთვალისწინებიათ არა მარტო ის, რასაც თავად ისინი იძახიან მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, არამედ გაეთვალისწინებიათ ის წინადადება, რასაც ამ შემთხვევაში ჩვენ თავაზობდით და ის არსებული რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმის შეფასები, ესე იგი, მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო სხდომაზე გაიტანდნენ წინადადებას ამ რეჟიმის დანაშაულად, ასე ვთქვათ, სისტემური დამნაშავე რეჟიმის არსებობის ფაქტს დაადასტურებდნენ. მაგრამ ესე იგი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განგვიცხადა, იმისათვის რომ თქვათ, აი ეს ჩვენი საკითხები და მათ შორის ეს საკითხიც გადაწყდეს იმ მიმართულებით და იმ შინაარსის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ამისათვის აუცილებელია პოლიტიკური ნებაო, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას დღეს არ გააჩნიაო. მასადამე ნახეთ რა ხდება. ესე იგი, მთელი საპარლამენტო სხდომა, მთელი თქვათ აღმასრულებელი სტრუქტურა, საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იძახის, რომ ეს რეჟიმი არის დამნაშავე, თქვათ სააკაშვილის რეჟიმს გულისხმობ, მთელი ამ 9 წლის მანძილზე ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. თვითონ ეს უმრავლესობის წარმომადგენლებიც, ასე ვთქვათ, ტელეეთერით თუ სხვადასხვა გამოსვლებით ყველგან აფიქსირებენ იმას, რომ ეს იყო დანაშაული რეჟიმი და როდესაც საქმეზე მიდგება, რომ ესე იგი უყარო მკენჭი, თქვათ, გაიტანონ თუ არა ეს ჩვენი წინადადება როგორც კომიტეტის ინიციატივა, იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიულად გაფორმდეს ამ რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათი, აი ამასთან მიმართებაში თურმე დღევანდელ სახელმწიფო უმრავლესობას არ გააჩნია პოლიტიკური ნება. მასადამე აი გუშინდელი დღე 20 მარტი გახლდათ ერთგვარი მხილება იმისა, რასაც აი ქვია ორმაგი მიდგომა, ესე იგი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ურთიერთთანამშრომლობასთან მიმართებაში. ნაციონალური მოძრაობა, როდესაც იძახის, რომ ეს არის სისტემური დანაშაული კი არა, ეს არის, ვთქვათ, პოლიტიკური დევნა და ესე იგი ქართული ოცნება პირიქით საყუდურობს, რა არავითარ დევნასთან არ გვაქვს საქმე, არამედ ვთქვათ, სისტემური დანაშაულების წარმომადგენლები ხართ თქვენ და იმიტომ გაგებიოთ პასუხსო. სინამდვილეში, როდესაც მიდგა საქმე, რომ მართლაც გაეფორმებიათ ეს იურიდიულად, როგორც ესე იგი დამნაშავე სახელმწიფო სტრუქტურა მთელი ამ 9 წლის მანძილზე, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა აი ამაზე თქვა უარი. მე ვერ გეტყვით და ვერ დავაბრალებ ვერავის, თუ რამდენად იქნება ადეკვატური ჩემი ეს ნათქვამი, რომ თქვათ იურიდიული კომიტეტზე გაჟღერებული ვახტანგ ხმალაძის, ესე იგი, ესე ქვია შავგულიძის, თუ ესე იგი თამარ კორზაიას, თუ მამანის და მამანის ვინც
ესწრებოდა სხვა შორის ბატონი ლევან ბეჟაშვილიც. ესე იგი, მათი პოზიცია რამდენად ვრცელდება მთლიანად საპარლამენტო უმრავლესობაზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ სწორედ იურიდიული კომიტეტი მისი თავმჯდომარის სახით და მისი წევრების სახით წარმართავენ იურიდიულ პოლიტიკას, გვაფიქრებინებს თქვათ, რომ დიახაც დღევანდელ უმრავლესობას საქართველოში არჩეულ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩეულ უმრავლესობას არ გააჩნია პოლიტიკური ნება თავის სახელი დაარქვას იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმი ეს იყო დანაშაულებრივი სისტემის მატარებელი. მაშინ ამის მერე ვეკითხებით, რატო გვაყრით თვალებში ნაცარს და რატო გვეუბნებით, რომ აი თქვათ იმ პათეტიკურ გამოსვლებში რატო უსვავთ ხას, რომ აი ეს რეჟიმი, ესე იგი თქვენ აი იმ რეჟიმში ცხოვრობდით, თქვენ ამას აკეთებდით, თქვენი ეს იყო ესე იგი ქვეყნისათვის დამაქცევარი და ასე შემდეგ. როდესაც საქმეზე მიდგება, თქვენ ამის განხორციელების სურვილი და პოლიტიკური ნება თურმე არ გაგაჩნიათ. და მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას და მინდა ასე ვთქვათ, მათაც გაიზიარონ ეს პოზიცია, რომ ვინც მოისმენს ამ ჩვენ ხმას და თქვათ ჩვენი დღევანდელი ნათქვამი, ასე ვთქვათ, მათ ყურამდე მივა, თუ არა და თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ საპარლამენტო თქვათ ელექტრონულ გვერდზე, იურიდიული კომიტეტის გვერდზე, იქ არის ჩამონათვალი დღის წესრიგი თუ რა საკითხებს განიხილავდნენ და ხუთივე საკითხზე, რომელსაც ჩვენ გვქონდა, ეს ეხებოდა საარჩევნო კოდექსის შესატანცვლებას, რომ არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვალოს ჩატარებულად, როდესაც არჩევნებში მივა როგორც მინიმუმ 50% ამორჩევლის მაინც და სხვა საკითხები და მათ შორის ის, რაც გითხარით სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებად გამოცხადებაზე, მათ მიიღეს უარი. ჩვენ გითხრეს უარი, მათ მიიღეს უარის გადაწყვეტილება და მოსახლეობამ თავად გააკეთოს, ესე იგი, დასკვნა, რამდენად გულწრფელია ქართული ოცნება, ან როგორც მას ესე იგი შემოკლებით უწოდებენ ქოცები ნაცებთან მიმართებაში. რამდენად გულწრფელია მათი დამოკიდებულება, როდესაც მოსახლეობას პირდებიან სამართლიანობის აღდგენას, იმ რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებებისგან გამოწვეული, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე, რომლის აღიარებაც მათ არ სურთ როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმისა. აი ეს გვინდოდა თქვენ წინაშე დღეს დაგვიფიქსირებია და მე მადლობას ვუხდი ღმერთს, მადლობას ვუხდი იმ ქართულ ხალხს გამოჩენილი ესე იგი მოთმინებისათვის, იმ ატანისთვის და იმ უნარისთვის, რასაც ის ასე ვთქვათ, თავდახრით იტანს ჯერ კიდევ აი ამ ხელისუფლების ასე ურცხვ დაპირებებს. მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, ეს არის ურცხვი დაპირება, ურცხვი პოზიცია. ესე იგი, ცალი ხელით იძახის, რომ საყუდურობს ნაციონალურ მოძრაობას მათ დანაშაულების საქმიანობაზე და მეორე ხელით ის ხაზს უსვავს, რომ არავითარი დანაშაულებრივი რეჟიმი თურმე არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უარს არ იტყობენ ამასთან მიმართებაში. დიდი მადლობა, თუ რამე კითხვა მე შემიძლია გეპასუხოთ. დიდი მადლობა. რამდენი გამოვიდა? ძალიან თქვა შეიზღუდები.